ну, აი ბატონმა გიგამ როგორც უკვე ბძანა, ერთ-ერთი ასე ვთქვათ ეტაპი ამ საჯარო მოხელეების სამსახურებიდან გაშვების მათ შორის განხორციელდა სასაზღვრო პოლიციაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში. აქაც საკმაოდ ისე ჩუმად ჩაიარა ამ პროცესმა, ასე რომ ვთქვათ, გათავისუფლდა საკმაოდ ბევრი ადამიანი, მათ შორის მეც ერთ-ერთი ვიყავი. ისე მოხდა ამ ყველაფრის ორგანიზება, რომ ის სტრუქტურული ერთეული, რომელსაც მე ხელმძღვანელობდი, მთლიანად გაუქმდა. თანამშრომლები გადაიყვანეს სხვა სტრუქტურულ ერთეულში და ხელმძღვანელი პირი იყავი და გაგად. დიახ და ჩემი პოზიცია, ასე ვთქვათ, ფიზიკურად აღარ არსებობდა და მეც მომიწია სამსახურის დატოვა. ეს პროცესები წარიმართა ერთი თვის წინ დაიწყო, სადაც იანვრის ბოლო დღეებში დაიწყო. ანუ უკავშირდება ამ პოლიტიკურ პროცესს. რა თქმა უნდა და ჩვენ ვხედავთ, რომ ძალოვან სტრუქტურებში მოხდა ეს წმენდა პირველ ეტაპზე, ასე ვთქვათ და ეხლა უკვე სხვა უწყებებზე გადავიდა, მაგალითად მერიაზე, სხვა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვიცი რომ. კი ბატონო, კარლო, საინტერესოა, იცით რა, თქვენ ეთერის დაწყებამდე გელაპარაკეთ, თქვით რომ არანაირ საპროტესტო ნოტაზე თუ განცხადებაზე, რომელიც საჯარო მოხელეებმა ხელი მოაწერეს, სრულიად მისაღებ ტექსტს პრინციპში, რომელიც რომლის ამოსავალიც კონსტიტუცია, მაგრამ პოლიცია ისეთი უწყებაა, სადაც თანამშრომლები ასეთ პეტიციებს ხელს არ აწერენ და ამაში მონაწილეობა არ მიგიღია. მაშინ როგორ გაარჩიეს სანდო და არასანდო თანამშრომლები? მე ეხლა ვარაუდების გამოთქმა ძალიან მიჭირს, რა თქმა უნდა, ეს არ იქნება სწორი ჩემი მხრიდან, მაგრამ აი რატომ დარჩით მაშინ უმუშევარი? ხო, ну ფაქტი არის ის, რომ ჩემი პოზიცია, სამოქალაქო პოზიცია იყო ცნობილი, მე ამას არასდროს არ მალავდი, მე ამაზე ღიად საუბრობდი, როგორც სამსახურის შიგნით, კოლეგებთან, რაღაც ადამიანებთან, ვისთან ერთადაც მუშაობდი, ისევე სამსახურის გარეთ შეიძლება უცხო ადამიანებთანაც მათ შორის და აი რა იყო ეს პოზიცია, რა გითქვამთ თანამშრომლებთან, რა შეიძლება გამხდარიყო თქვენი სამსახურის დატოვების საფუძველი? ძალიან ნათელი არის ჩემი კონკრეტულად პოზიცია, იმიტომ რომ მე 27 წელი მუშაობდი საჯარო სამსახურში. პირველი ხელმძღვანელი პირი, ვისთანაც მე ვმუშაობდი, იყო ზურაბ ჟვანია და მე მახსოვს ევროინტეგრაციის ეს პროცესი, რომელიც დაიწყო 90-იან წლებში, ამის ასე ვთქვათ, ნაწილობრივ შემსწრე ვიყავი და მონაწილეობდი კიდევაც ამ პროცესში. ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ საქართველოს გადაუხვიოს ამ გზიდან და ჩვენ რაღაცა სხვა ალტერნატიულ გზას დავადგეთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ აქ საუბარი არის რუსეთზე. იცით, 28 ნოემბრის განცხადება იყო ძალიან, არ ვიცი, პირველი ალბათ შოკი იყო ის ემოცია, რომელიც განვიცადე, იმიტომ რომ მე მახსოვს 1 წლით ადრე, 11 თვით ადრე, ჩვენი ყველა სიხარული, როდესაც ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და ველოდებოდით, რომ 1 წლის თავზე დაიწყებოდა უკვე მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ამის სანაცვლოდ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ და ეს პოზიცია ამაზე გამოხატეთ უკმაყოფილება სამსახურში? სამსახურშიც მათ შორის, დიახ. და ანუ ეს პოზიცია ჩემთვის აბსოლუტურად არ ვიცი, ბუნებრივია. რატომ იცი კარლო, ეს უფრო რთული ამბავია ჩემი აზრით. იმიტომ რომ როდესაც რაღაც ტიპის პეტიციას ხელს აწერ, შენი მარტივად იდენტიფიცირებადი ხარ, რომ სისტემამ ჩათვალოს, რომ ახლა არ ხარ მისთვის ახლა საუკეთესო თანამშრომელი, თუ ეს პრინციპი არის არა ის, რაც უნდა იყოს საჯარო მოხელის შერჩევის პრინციპი, არამედ თუ ერთგულება პერსონალური პარტიის და არა სახელმწიფოს არის მთავარი. მაგრამ როცა ეს ღიად არ გაგიკეთებია, ეს გამოდის, რომ რაღაც ტიპის, არ ვიცი, დასმენის მსხვერპლი ხარ? შესაძლოა. მე ფაქტი არ მაქვს, რომ ეს სავამტკიცო, მაგრამ სხვა ლოგიკური ახსნა ამას არ აქვს, ჩემი განსხვავებით. რატომ გახდით სისტემისთვის არასანდო? ალბათ ზუსტად იმიტომ, რომ ჩემი პოზიცია იყო მკვეთრად განსხვავებული იმისგან, რა მიმართულებითაც მოძრაობს სახელმწიფო ამიტომს. კი ბატონო.